Ახლოს მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ სიყოლას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ აბა? ხომ ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად, ჩემო კარგებო? მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გიწერთ ვიდეოებს ხშირად, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგან. ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, არხის გამოწერისთვის, TikTok-ზე დაფოლოვერებისთვის. აი, უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ეს არის ერთგულება ადამიანის, რომელიც ვერ გიწერთ ყოველდღიურ ვიდეოებს, მაგრამ თქვენ ასე ვთქვათ, არც გავიწყდებათ პირიქით, პირაჩი სუნწერთ, სულ კითხულობთ. ვიცი, ადგილმდებარეობას და მაქვს ცოტა ესეთი, ხო, გიჟური რეჟიმები, ასე ვთქვათ. პლუს ამას სამსახურში რაღაც ცვლილებებია და შესაბამისად ცოტა რუტინა შეიცვალა ჩემი ცხოვრების, ასე ვთქვათ. საგიჟეთი ხო მქონდა, მაგრამ ამან მოიმატა. მაგრამ კარგია, კარგი კუთხით მოიმატა, ცუდი კუთხით არა. ამიტომ რაღაცნაირად ესე გადმოვლაგდები, მოვთავსდები, გავაკეთებ კიდე სხვანაირ კუთხეს ვაპირებ. მოკლედ, აი, როგორც კი შევეცვლი ადგილმდებარეობას და უკვე ბინას ვიცვლი, ხო და მინდა გითხრათ, სხვათა შორის ერთი რჩევა. ამ წუთას და ბინას ვიცვლი და ვყიდი იმის გამო, რომ აი ასეთი საშინელი ნეგატიური მდგომარეობა მოხდა ამ წლების განმავლობაში ჩემს სახლში. ძალიან ცუდი სიტუაციები შეიქმნა. ზუსტად აი ამ სახლს მოყვა შავი ფაზა და აი ამის გამო ყიდი ბინას, მინდა გითხრათ, ამიტომ თუნდაც მეზობელიც რომ არ ყავს კარგი, მაშინაც კი ვყიდით ბინას, მიხვდით? იმიტომ რომ იმას ვერ დაავალდებულებ შენ სახლი გაყიდეო, ხო, რა თქმა უნდა, ამიტომ იძულებულები ვართ ჩვენ გავყიდოთ ბინა. ეხლა ჩემი მეზობლები მართლა არაფერ შუაში არ არიან, მაგრამ აი იმ შავ ფაზას, რაც მე გავიარე და რამაც ასე ვთქვათ, ლოგინად მიმაჭაჭვა გარკვეული პერიოდი, ხო, 4 თვე ვიწექი, ყველაფერი მოყვა აი ამ ნეგატივს და იმ მაგიას, რაც მე დამიკეთეს. მაგრამ მადლობა უფალს დღეს ძლიერი ვარ, ფეხზე ვდგავარ, მადლობა კიდევ აი ამ დაცვებს, რაც მე ჩანთაში მილაგია და ყველაზე მთავარი. არავინ არავის 100%-იან გარანტიას თუ ეს შავი მაგია არ არის. შავი მაგია არის იგივე ბუმერანგი. როგორც კი შავ მაგიას გააკეთებთ, ეგრევე ბუმერანგის სახით გიბრუნდებათ. ამიტომ მე არ გეუბნები თქვენ 100%-ით თქვენი პიროვნება, ვისაც თქვათ, მოხსნით კიდევაც და დაცვასაც დავდებთ, გამოვარდება და მოვარდება და ჩაგიხუტებათ. უბრალოდ ადამიანს ვეხმარებით ტვინის და გონების გასუფთავებაში. ის რომ მოვიდეს, უბრალოდ ჩვენ ვბრძოლობთ, ნახეთ, თორე ის მომენტი რომ მოვა და ხვალე მოვარდება და ჩამეხუტება, ესე არ ხდება, ჩემო ძვირფასებო, მაგისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ჩაუმაგიას, მაგრამ მე ვფიქრობ ადამიანებს, რომლებსაც შვილები ყავს, არც კი უნდა იფიქროთ და რომც არ ყავდეს შვილები, რა მნიშვნელობა აქვს? საყვარელი ოჯახის წევრები ხო ყავთ, კაცო, ნათესავები ხო ყავთ, პატარა ბავშვები ხო ყავთ, ბუმერანგია ძვირფასებო, შავი მაგია. ბუმერანგი და არ შეიძლება, არაფრის კეთება არ შეიძლება შავი მაგიით. ამიტომ მივყვეთ რიტუალებს, მივყვეთ აი ამ მანიფესტაციებს, მივყვეთ რა თქმა უნდა, აი ამ წმენდებს, მივყვეთ დაცვის გარეშე არანაირ საქმეს არ ვიწყებ. იმიტომ რომ იქ არის ენერგიები. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო და ეს მინდოდა ეს ინფორმაცია მეთქვა. შესაბამისად უკვე რომ გადავპარკდები, მე ასე ვთქვათ, ახალი კუთხე, ახალი სხვანაირად ვაპირებ მოწყობას, ვიზუალურ მხარესაც ვცვლი და შემდგომ უკვე აბსოლუტურად ხშირადაც და ყოველდღიურად აუცილებლად ჩავწერ ვიდეოებს. ეხლა რაღაცა გარკვეული პერიოდი ისე უნდა რა ვქნათ, ესე გავაგრძელოთ, როგორც და რის საშუალებაც მექნება, იმიტომ რომ დრო ეხლა ამ წუთას ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ფიზიკურად ვერ ვასწრებ ვერაფერს. რომ არ ვმუშაობდი, კი ბატონო, მექნებოდა ხო, ყველაფრისთვის დრო, მაგრამ ვმუშაობ კიდევაც ამ საქმეში ვარ და პლუს ამას თან ესე ამ ცოტა ასე ვთქვათ, ალიაქოთი სიტუაციიდან უნდა გამოვიდე, მაგრამ სწორედ აი შავი ენერგიების, სწორედ აი შავი ძაფების გამო და აი ამ ნეგატივის გამო ვიშორებ, ასე ვთქვათ, ამ ბინას და გადავდივარ სხვაგან. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლა იქნება პაუზა თუ დასასრული და მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის საინტერესოა. მე ვფიქრობ, რომ ზაფხულის პერიოდში მოხდა ძალიან ბევრი ცვლილებები თქვენთანაც, ჩემთანაც და მოდის მე თქვენთან ერთად უნდა ჩავიფიქრო და ჯერ ჩავიფიქროთ თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი. მე ჩემი პარტნიორის სახელს და გვარს, ხო, ანუ ესე
ზოგადად ესე ჩავიფიქროთ სახელი და გვარი ეს იქნება ყოფილი ქმარი, ეს იქნება აქტიური ქმარი, თუ ეს იქნება ვინმე პარტნიორი, ჩაიფიქრეთ სახელი და გვარი მისი. რა ენერგიებში იმყოფება ეს ადამიანი. შემდგომ ვნახოთ თქვენთან დაკავშირებით მისი ფიქრები. აუცილებლად უნდა ვნახოთ ფიქრები, სხვანაირად ვერ ვნახავ, ხო, პაუზაა თუ დასასრული. შემდგომ ვნახოთ რა უშლიდა თქვენს ურთიერთობას ხელს. შემდგომ ვნახოთ ეს ურთიერთობა პაუზაა თუ დასასრული. და ბოლოს რჩევას აქეთ დავდებ. მე აქ მიდევს რაიდერიც, არ ვიცი, ვფიქრობ რაიდერს ჯერ არ გამოვიყენებ, მოდით თუ რამეა, ვერ გამოვიყენებ, ხო, თუ დამჭირდა და რაღაცა სწრაფი გადაწყვეტილებით, რაღაცა ემოციურ ფონზე ასევე მინდა გითხრათ, ხმლების ტუზით, რაღაცა ემოციურ ფონზე ის არის, ნახეთ როგორი სიტუაცია, ტვინის ხვეულები რო ნელ-ნელა ლაგდება, მე არ გეუბნებით რომ რაღაცა აფექტურ მდგომარეობაში მიიღეთ გადაწყვეტილება, რაღაცა დიდი თმენის ფონზე მიიღეთ გადაწყვეტილება, რაღაცა გარკვეული თმენის ფონზე მიიღეთ გადაწყვეტილება. კი ბატონო, შესაძლებელია ეს იყო ერთთვიანი ლოდინი, ერთკვირიანი ლოდინი, ორკვირიანი ლოდინი, რაღაცა ვაცადეთ პარტნიორს, ვაცადეთ, ხო ხდებით, აი რო გეუბნება, რომ აი ეს პრობლემა მაქვს და დამცადე. კი ბატონო, იმან გაიარა და აი რო ამოგვევა ყელში. და აი ესე ხოვლები ვითნახეთ, რომ ნელ-ნელა იხვევს სიტუაცია, აი ტვინი, გონება, გული ერთდროულად ყველაფერი აი ესე და უცბად რო ამოგვასხავს, აი მომენტალურად რო ამოგვასხავს და ყელში ამოგვივა, დაახლოებით აი ესეთ მდგომარეობაში მიიღეთ გადაწყვეტილება და როგორც ვატყობ თან სურნელოვან ჭხირს ავანთებ, როგორც ვატყობ ჩემო ძვირფასებო, თქვენ ნახევარზე მეტმა ქალბატონებმა მიიღეთ გადაწყვეტილება, ოღონდ ნახეთ, განა თქვენ გინდოდათ ეს იძულებულს რო ხვდიან, ხო იცით მამაკაცები, იძულებულს რო ხვდიან მამაკაცები, ზუსტად აი ესე გაგხადათ იძულებული, რო თვითონ არაფერი არ გითხრათ, მაგრამ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება მისი საქციელების და გამო, მისი ქცევების გამო, მოვატაროთ სურნელოვანი ჭხირი, ხო? ძალიან მამშვიდებს, აი ძალიან, როგორც არ უნდა ვნერვიულობდე და ვღელავდე, მით უმეტეს ხა ისეთი პერიოდი მაქვს, რომ ყველაფერზე ვნერვიულობ. რა როგორანაირად იქნება, მაგრამ ეგრევე მამშვიდებს ხოლმე სურნელოვანი ჭხირი. და აი ამ აი ესეთ ფონზე, აი ესეთ გადაწყვეტილება განა თქვენ გინდოდათ რომ იგეღოთ. აი იძულებული გაგხადათ, მიხვდით, იქ რაღაც მოხდა, იქ რაღაც, აი ერთი დღე გავჩვენდით, ორი დღე გავჩვენდით, სამი, ერთი კვირა, ორი კვირა და ბოლოს ამოგვასხა, აი ამოგვივიდა ყელში რო ამოგვივა, ხო იცით და დაახლოებით აი ესეთ მდგომარეობაში მიიღეთ გადაწყვეტილება და ურთიერთობიდან წახვედით როგორც ჩანს თქვენ. კარგით, ვნახოთ თქვენი პარტნიორი ვისი სახელი და გვარით ჩაიფიქრეთ, ან თქვენი ყოფილი მეუღლე, ან ვინც არის და მამაკაცები ვინც მეყურებთ, შეგიძლიათ შემოაბრუნოთ და თქვენზე რეზონირდეს, ბევრი მისავს ხოლმე ამ კითხვას და რა სიტუაციაში იმყოფება თქვენი მამაკაცი, თქვენი პარტნიორი და ადამიანი, არ ვიცი თქვენ რა გითხრათ, არ ვიცი ბოლოს თქვენ რა საუბარი გქონდათ, მაგრამ ადამიანი იმყოფება შეშინებული, ცხრიანის კვერთხებს ემატება 4-იანის ხმლები ჩემო ძვირფასებო და ნელ-ნელა შეიძლება ეს სიტუაცია დალაგდეს, მე არ ვიტახი, იმიტომ რომ ცხრიანის პენტაკლები მიხურავს ამ კითხვას, მაგრამ მე ვფიქრობ რაიდერი არც დამჭირდება, უბრალოდ თუ რაღაცა ხოლმე ვიხმარ, მაგრამ ნახეთ ძალიან დიდი შიშების ფონზე, არ ვიცი რაღაც მოხდა. ამ პიროვნებამ რაღაც გაიარა, რაც მე ვფიქრობ, რომ თქვენ არ იცით. ან რაღაცა გითხრათ ნაწილი და რაღაცა ნაწილი ინფორმაციის არ იცით. იმიტომ ეს არის საჯარო. ამიტომ ჯობია პირადი კონსულტაცია ყველაფერს და ჯობია ერთი პირადი კონსულტაცია ამდენ საჯარო სქროლვას, ხო? ჩემო ძვირფასებო, რამდენადაც მეტი აყურება, მით ნაკლებია რეზონირება, ამიტომ გადმობცანდით YouTube-ზე, სადაც ვტირთა ვიდეოს, ბოლოში ლინკის სახით მითითებულია ჩემი ნომერი და WhatsApp Viber-ზე და ამიტომ ჩატყობინებას, ხოლო TikTok-ზე პირადში მწერთ და მე თვითონ გამატებთ. ამიტომ ჯობია ნახეთ, პირადი აბსოლუტურად სხვა არის, ყოველთვის ვეუბნები ხოლმე პაციენტებს ყველას, რომ თქვენ ურთიერთობას ნუ შეადარებთ სხვისას. დამეთანხმებიან და ყველა მის დაზეპირებული აქვს ხოლმე
თეკო მიუხედავად ყველაფრისა მე კი არ ვადარებ, მაგრამ ესე ხდება, ხო, მე მესმის თქვენი, რომ იმისას უყურებთ, იმის ურთიერთობას უყურებთ, იმის და საბოლოოდ თქვენს რაღაცნაირად შიში გიპყრობთ. ამიტომ ნურავის ურთიერთობას ნუ შეადარებთ თქვენსას, ყველასე აბსოლუტურად ინდივიდუალურია ჩემო ძვირფასო. ამიტომ ისე ნუ იზავთ, რომ იმასთან რახან ისე მოხდა, ჩემთანაც ესე უნდა მოხდეს. არა, თქვენ ხართ თქვენი ენერგიებით, ის ადამიანი არის ან მეგობარი, ან და ქალი, ან თანამშრომელი არის თავის ენერგიებით. ეხლა ყველაზე მთავარი აქ მომდის რაღაცა საოცარი ენერგიები თქვენი პარტნიორისგან, მის ენერგიებს ვკითხულობ, როგორ იცით, რომ აქ ისეთი რაღაც მოხდა და აქ ისეთი ინფორმაცია იმალება, რაც თქვენ მე ვფიქრობ, რომ არ იცით. რაღაცა გარკვეული ინფორმაცია გითხრათ, რაღაცა გითხრათ, რომ რაღაცები მოხდა, რაღაცა ხო კაცის სიტუაცია კიდევ იცით, რომ სხვა არის. ეს ქალები ვართ, რომ პირდაპირ ყველაფერს საუბრობ, თორე კაცები ხო გაჩუმებულები თავიანთ პრობლემებს ისე ასე ვთქვათ ფუთავენ კარგად, რომ ნაკლებად ხო რა თქმა უნდა, როცა კაცია, თორე ხა მოწუწუნე კაცი როა და თავს რო გაწოდებს და ტირის, რაში გჭირდებათ, არც გჭირდებოდეთ ეგეთი კაცი. თქვენ ჯერ ჩვენი პრობლემები გვიყოფა, ახლა ვიღაცამ არ მომტიროს კიდე მით უმეტეს კაცმა, ხო? ამიტომ ჩემო ძვირფასებო ძალიან კარგად მოიქცა ამ ადამიანმა თუ თქვენ არაფერი არ გითხრათ, რაღაც ნაწილი გითხრათ ინფორმაციის და რაღაც ნაწილი არა. აი ესე შევიდა თავის ხვეულ, აი ესე ჩახვეულ ორმოში და აი ესე ნახეთ ჩაჯდა და თავის პრობლემასთან ერთად აი ესე შეიფუთა. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ახლავს შიშები, ძალიან რთულ პრობლემებში აღმოჩნდა ეს ბიჭი, არ ვიცი რა მოხდა, არ ვიცი რა სიტუაცია მოხდა, ამიტომ მე არ მინდა რომ გაფრაზებულ გულზე რამე ისეთი უთხრათ, მე ხო აქ როგორ ჩანს უკვე ნათქვამიც არის, ნახევარზე მეც უკვე არ ვიცი შეიძლება დაშორდით კიდევაც და გონიათ რომ დაშორდით, მაგრამ ეს დაშორება არ არის. ეს ბიჭი ამ მდგომარეობიდან გამოვა, უბრალოდ დრო სჭირდება ამ ყველაფერს, მას ძალიან დიდი შიშებიც გადალახა და პლუს ამას კიდე არის შიშები. თავის პრობლემებს ეხება, თქვენ არაფერ შუაში არ ხართ და ვნახოთ თქვენთან დაკავშირებით მისი ფიქრები. ძალიან ცუდად არის ჩემო ძვირფასებო. მე მესმის ხო თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ, შეხედეთ, აქ ხმლების ტოზი და აქ დედოფალი ხმლების, თქვენ გაფრაზდით, მე მესმის. ზუსტად ვგრძნობ ხა თქვენ რაც დაგემართათ და რაც მოგივიდათ, ამოგვივიდა ყელში და პირდაპირ ვხედქეთ, რასაც ვფიქრობდით, მაგრამ ძალიან ცუდად არის. აი ასე უნდა ღრიალი ყვირილი, არ ვიცი, აი სადმე შორს წავიდეს. ეს ადამიანი აუცილებლად მოგიყვებათ ყველაფერს, ეს ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება და გეტყვით რა გაიარა, მაგრამ თქვენთან დაკავშირებით ძალიან გული აქ ნატკენი. არ ვიცი გული ეტკინა იმაზე, რომ თქვენ ვერ გაიგეთ, მე თქვენ კი არ გადანაშაულებთ. თქვენ ეცადეთ, უბრალოდ ამ ადამიანს ამ დროს ლაპარაკი არ უნდოდა და ქალები როგორები ვართ, ვერ ვითმენთ, ხო? უნდა ვიცოდეთ რა მოხდა. უნდა ეთქვა ამ ადამიანს, თორე თვითონ ფიქრების მხრივ და თვითონ გრძნობების მხრივ ამ ადამიანს ერთ-ერთში ეზეიმებოდით, ჩემო ძვირფასებო, ძალიან დადებითი ემოციები გქონდა თქვენთან დაკავშირებით, უბრალოდ თქვენ ჩაგერდოთ გონება, რაღაც მომენტში თქვენი გული გადაწონა ტვინმა და მიხვედით ამოგანთხიათ, ამოინთხა ეს სიტუაციები და ამოგივიდათ ყელში და აჯახეთ ყველაფერს და სამწუხაროდ ადამიანი ძალიან ცუდად არის ეხლა თავის პრობლემებს დაემატა თქვენი ეს საქციელი და აბსოლუტურად აი ბოლო ხმაზე რომ უნდა ღრიალი დაახლოებით აი ამ ენერგიებში უყურებ ამ ადამიანს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ხო არ ვიცით აქ რა პრობლემაა, რა თქმა უნდა ჯობია რომ პირადში გადმოხვიდეთ და ვნახოთ და გავარკვიოთ, იქნებ ვეხმარებით კაცო ამ სიტუაციას, ხო? და მე მივიღოთ გადაწყვეტილების მიღებას რა უნდა დაშორებას, არაფერი, ხო? ამიტომ და მაშინ ვიკითხოთ თუ ასეა. მე გაშლის დროს ვიკითხოთ, მაგრამ იქნება სხვა რაღაც ხდება. ნახოთ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. მოკლედ გეტყვით ერთ რაღაცას. მე ვფიქრობ, რომ მოდით რაიდერს გეტყვით კიდე ერთხელ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. ზოგს როგორც ჩანს ცოლი ყავდა და არ არის გამორიცხული აქ, რომ ცოლის გამო მოხდა სიტუაციები. და ცოლის სიტუაციის გამო მე არ გეუბნებით რომ ხა მასთან არის შეიძლება გვერდი-გვერდა ერჭერკოში ცხოვრობდეს, მაგრამ არ არის არც სულიერად, არც ფიზიკურად, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ ამ ყველაფრის მიზეზი, მაინც მე ვფიქრობ, რომ აი კიდე ამოვიღებ სამარკვანს და მე გეტყვით სრულად. რა იყო ამ ყველაფრის კი? აქ ზოგისთვის ცოლი იყო, ჩემო ძვირფასებო, ყოფილი ცოლი შეიძლება ჩარეული ამ სიტუაციაში და ადამიანმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება, ადამიანმა ან ყოფილი პარტნიორი არც ამას გამოვრიცხავ და ადამიანი ამ წუთას
თითქოს განდეგილი და განდეგილის არკანი კი არა, მაგრამ აი განდეგილი რო განდეგილდება და თავის თავში ჩაიკეტება და აი ამ სიტუაციიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო და ასე ვთქვათ ჩაიმარხა, ანუ თავი ჩაიმარხა. მიხვდით? აი ამ ღრმულში შევიდა და აღარ გამოვიდა. შეხედეთ ჩემო ძვირფასებო, მაგრამ ყველაზე მთავარი მე რასაც ვხედავ, ყველა ვარიანტში სიტუაციები იცვლება. აუცილებლად იცლება ეს ადამიანი გამარჯვებული გამოდის, იმიტომ რომ თქვენ არ ვიცი აგიხსნით, არ ვიცი გამოვაკი ბატონო კონტაქტზე, გამოვაკ კვერთხების ტუზი აქ 6-იანი კვერთხები, აქ რა თქმა უნდა ახალ ცვლილებებს დაელოდეთ, აქ რა თქმა უნდა ახალ სიტუაციებს დაელოდეთ, იმიტომ ჯობია აქ პირადი გაშლა, მე თქვენ ადგილაზე არ დავფიქრდებოდი, ისე გადმოვიდოდი პირად კონსულტაციაზე. იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ცვლილება, ეხლა ყველასთან სულ არ არის ხო ცოლი, სულ სხვა რაღაცა, ამიტომ ხო უნდა გავარკვიოთ რა ხდება. და ყველაზე მთავარი აქ რაღაც სიტუაციები იცვლება და მოემზადეთ ამ ყველაფრისთვის ჩემო ძვირფასებო. კარგით ვნახოთ პაუზა თუ დასასრული. ოპა! საოცარი, მე არ ვიცი, ჩემ ვიდეოებს ვინც უყურებთ, იცით რომ თემხილველის დასტის ტაროს შიმაკის არკანზე ჭკუა მეკეტება. ძალიან მიყვარს საოცარი მიჯაჭვურობის მქონე უსიმპატიური შეშმაკის არკანი გვაქვს აქ ვგიჟდები, მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არ არის დასასრული პირიქით, ეს არის დასასრულის დასაწყისი. აქ აი ესეთი ხელის ჩაკიდებული ადამიანი, რომელსაც ძალიან ძლიერი მიჯაჭვურობა აქვს და ამიტომ თქვენ შორს იმყოფებით, აქაც 6-იანის კვერთხები ძალიან დიდ სიახლეებს დაელოდეთ, თქვენ თვითონ გაოცებულები დარჩებით, თქვენ თვითონ ემოციებში, აი დედას კეფცებით წინაური ვიდეო ხარ იყო ესეთი რაღაც დადებითი, ძალიან დადებითი ენერგიები წამოვიდა, აქ ძალიან დიდი ცვლილებები იქნება ჩემო ძვირფასებო. ვისთანაც ვმუშაობ უკვე და რა თქმა უნდა იმათთან უკვე დაწყებულია და რამდენიმე ადამიანმა უკვე მომწერა რომ დაწყებულია ცვლილებები, ამიტომ აქაც 6-იანის კვერთხები, აქაც ესე არ ამოდის ჩემო ძვირფასებო, აი შეხედეთ რაიდერს ხო მაინც ვკითხე, უბრალოდ ეხა არ ჩანს კარგად დაგანახოთ, საოცარ შედეგებს დაელოდეთ ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანი უთქვენოდ არ არსებობს, აქ ძალიან ძლიერ მიჯაჭვურობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მარტო მიჯაჭვურობა არაფერ შუაშია, მონატრებაა უდიდესი და ადამიანს ეზეიმებით, ეხლა მე რჩევასაც ამოვიღებ, საოცრება, არც დააყოვნა რჩევა, იმპერატორი, ჩვენი იმპერატორი აუცილებლად მოდის ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად იცვლება სიტუაციები და თქვენ თვითონვე გაოცებული დარჩებით, იმიტომა პირადი კონსულტაცია ჯობია, იქ კიდევ უფრო ბევრი რაღაცა მოდის, იქ კიდევ უფრო ბევრ რჩევას მოგცევთ ჩემო კარგებო, მე ხა საჯაროა და არ ვიცი ვის ეხება ეს ვიდეო და ვის არა, მაგრამ ვისაც ეხება ეს ვიდეო, საოცრება, აი მართლა აღფრთოვანებული ვარ, დედას გეფიცებით, ძალიან დიდი ხანია ესეთ დადებითი ენერგიები. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვარ ხასიათზე ეს დღეები და ну აი მინდა რომ ყველაფერი დროულად მოვაგვარო და ასე ვთქვათ ჩემ არხზეც განვითარებას დროულად მეტად წინ წავიდეს ხო და ამ ვიდეოების ვერდადების გამო არ მიდის წინ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები უკვე რომ შევცვალო რაღაცეები, უბრალოდ აი მართლა არ ვიყავი რა, მე დაჟე ვფიქრე რომ მეთქი ეს ხასიათზე რო ვარ ნეტა გაშლა როგორ იქნება, მაგრამ აი აღფრთოვანებული ვარ, შოკში ვარ, ძალიან ძლიერი სასიყვარულო მიჯაჭვურობა ჩემო ძვირფასებო, იმპერატორია. ჩვენ ვიცით ხო იმპერატორზე ვგიჟდები, ჩემი საოცარი არკანია, ჭკუა მეკეტება. თან იმპერატორთან ერთად რა არის საოცრება, ორივე ჩემთვის ყველაზე საყვარელი არკანები ამოვიდა. მე მაქვს რამდენიმე ჩემი საყვარელი არკანი, მაგრამ აქედან ორი ეს არის ნათელმხილველის ეშმაკი და იმპერატორი. აი ვგიჟდები ამ არკანებზე და ამ ყველაფერთან 6-იანის კვერთხები ჩათვალეთ, რომ ძალიან ძლიერი გამარჯვებით, ძალიან ძლიერი ენერგიებით, საოცარი ცვლილებებით ბრუნდება ეს ადამიანი. ძალიან დიდი ცვლილებებით ბრუნდება ეს ადამიანი, მე არ ვიცი, აუცილებლად გეტყვით მიზეზებსაც, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი აპატიებთ ამ ყველაფერს, ძალიან ბევრმა შეიძლება, რა ვიცი, ხა თვითმფრინავმა გადაიაროს, შეიძლება ჩემი ხმა არ ისმოდეს და ძალიან ბევრმა შეიძლება ჯიბრით, ხო, ანუ რომ არა და ხო, მაგრამ ეხა ჯიბრში თუ ადამიანი დაგირეკავთ და თუ ადამიანი გეტყვით და აგიხსნით რომ სალაპარაკობა გაუცილებლად შეხვდით ჩემო ძვირფასებო. არამც არ დაიწყოთ რომ მე შენთან უკვე დავამთავრე და არა. ყველაფერს საზღვარი აქვს, მე არ გეუბნებით ხო რომ თავი არ დაიფასოთ და რამე, მაგრამ აი ეს ადამიანი კონტაქტზე რო გამოვა, არ არსებობს, არც კი დაფიქრდეთ, აუცილებლად შეხვდით, აუცილებლად ვნახოთ რა იქნება.
ძალიან მაინტერესებს, ამიტომ კომენტარებშიც გამწერეთ, პირადში შეგიძლიათ მომწეროთ და თქვენ ადგილას ვიდეო დასრულებული არ იქნება, რომ პირად კონსულტაციაზე გადმოვიდოდი. საოცარი გაშლა იყო, ჩემო კარგებო. ძალიან დადებით შედეგებს ელოდეთ, ახალ სიახლეებს ელოდეთ, თან ვისგან, იმპერატორისგან, თან ვისგან, მიჯაჭულობა, საოცარი სასიყვარულო მიჯაჭულობა, ენერგიებით ერთად ხართ, ჩემო ძვირფასებო. არ არსებობს ამ ადამიანს დაავიწყდით კი არა. პირიქით ახალი შემართებით ემზადება, ნახეთ, ახალი ფეხის გადმოდგმას ელოდება, ახალ სიტუაციებს ელოდება, ამიტომ მიეცით გახსენით სიტუაციები, გახსენით აი ეს კვანძები და მიეცით საშუალება ადამიანი გამოვიდეს კონტაქტზე, ჩემო ძვირფასებო. ნუ მისტირი ხართ, პირიქით დადებითი ენერგიები გაუშვით, დადებითი ემოციები გაუშვით და მიეცით ადამიანს საშუალება თვითონ გამოვიდეს კონტაქტზე. გავგლიშე, საოცარი გაშლა იყო, აი მართლა ავივსე ენერგიებით ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. გნებავთ კომენტარში ზოგი მწერს პირადში, რომ თეკო ვერ დაგიწერ, იმიტომ რომ იქ ჩემი ახლობელი ნახულობს, იქის მესმის არ არის პრობლემა, მაგრამ აუცილებლად პირადში მომწერეთ, ვიზე რეზონირდება და ვიზე არა. მაგრამ ამ ყველაფერს მაინც ჭირდება პირადი და თუ რაიმე ხელის წაშველება შეგვიძლია, მაქსიმალურად დაგეხმარებით და წაგეშველებით. ეს იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო კონსულტაცია და რა თქმა უნდა, ეს არის დროებითი პაუზა, დასასრული კი არა, ახალი საწყისების გზა არის, ახალი დასაწყისია, ჩემო ძვირფასებო და ახალი ემოციებია, ახალი ფონია, ახალი აი საოცარი ვნება, საოცარი ემოცია, საოცარი ქიმია, ყველაფერი ახალი. ამიტომ დაელოდეთ სიტუაციებს, ოღონდ კიდევ მეორებ ეს არის საჯარო და ესე ნუ დადგებით და ველოდები, იმიტომ რომ თეკომ ესე თქვა საჯაროში კი ბატონო თქვი, მაგრამ ყველა სხვადასხვა ადამიანი ვართ, ყველას ენერგია სხვადასხვა და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ჯობია ერთი პირადი კონსულტაცია. ეხლა დაგიმშვიდობებით, გელოდებით პირად კონსულტაციებზე, ნომერი დატოვილია YouTube-ზე ვიდეოს ბოლოში, ხოლო TikTok-ზე მწერთ პირადში და მე თვითონ გიკავშირდებით. მე პირადად აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი საჯარო კონსულტაციით, საოცარი ემოციები და ენერგია მივიღე. ძალიან დიდი მიჯაჭულობა, აქ ძალიან დიდი ემოცია და ქიმია, აქ არ გეგო ეს ურთიერთობა, ეს სამყაროსგან გამოგზავნილი ადამიანია და ეს არ გეგონოთ, რომ თქვენ ძალით ვინმე გიჭერიათ, არავინ არ უჭერია ძალით, პირიქით. აქ ეს ადამიანი თქვენ გარეშე ვერ გაძლებს, ეს იცოდეთ, გამორიცხულია. ეხლა დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო, დროებით მიყვარხართ ყველა.